Պատուցებული მეგობრებო, ეხლა მე თქვენ წარმოგიდგენთ სტუმრებს, დღეს სტუმრად გვეწვია ქუთაისიდან ბატონი გია ბახტაძე, რომელიც არის ღირსეული კაცი, ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი. მე ასევე ვიცი მის შესახებ, რომ მამამისი იყო უძვირფასესი ადამიანი უნივერსიტეტის გერმანული სექტორის კათედრის გამგე ქუთაისში. და მთლიანი ეს ოჯახი არის კანონიერი ხელისუფლების და ბატონ ზვიად გამსახურდია უერთგულესი ხალხი. მოგესალმებით ბატონო გია და მადლობას მოვახსენებთ, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონი დემურ გიეოხელიძე, ანალიტიკოსი, პროფესორი და ექიმი, ტელეკომპანია PKTV-ის თანადამფუძნებელი ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი. მოკლედ დღეს სამი პიროვნება ვართ ქართველთა დიდი გაერთიანების საინიციატივო ჯგუფიდან. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ამ თემებზე. ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს და პირიქით, რაც მოლოდინი ქონდა, უფრო აჭარბებს იმას. ძალიან დიდი დადებითი გამოხმაურებები აქვს ბატონო დემურ და ფიქრობთ, რომ ეს მოძრაობა სულ მალე ძალიან წარმატებული უნდა იყოს. ფიქრობთ, ჩვეულებრივი მოსახლეობიდან, ხალხიდან ძალიან დიდი მასა აქტიურობს, რასაც მოუყურებთ და ეს არის ძალიან იმედისმომცემი. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ და მე პირველი შეკითხვით მინდა ბატონი გიასთან გავავიდე, როგორც დღევანდელი წინასწარ. ბატონო გია, ჩვენ შევიკრიბეთ იმ აუცილებელი მიზეზების გამო, რომ ქვეყნის არსებობა თითქმის ნიშნის ქვეშ დადგა, სულ რაღაც იმ 30 წლის განმავლობაში, რომელიც დაიწყო 1992 წლის სისხლიანი გადატრიალების შემდეგ. და ამ რეჟიმმა დღევანდელი თუ გავიგებთ, აბსოლუტურად კატასტროფულ მდგომარეობამდე უკანა კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობა დანგრეულია, ყველაფერი გაპარტახებულია, ყველაფერი ხალხი გარბის, მილიონობით ხალხი გაიქცა უკვე საქართველოდან 2 მილიონზე მეტი და სულ მალე უმცირესობაში ვიქნებით. გაუსაძლისი პირობებია და აგერ სულ ახლახანს ჭიათურაში ვიმყოფებოდი ერთი ხელის მოსმით 3500 ოჯახი დატოვეს უმშევარი. ვიღაც მეპატრონერავი შემოიყვანა, ხო ხელისუფლებას მოყავს ასეთი კომპანიები ტენდერებში გამარჯვებინები, ვიღაც უკრაინელი ებრაელი. მოკლედ კატასტროფული მდგომარეობა ქვეყანაში შექმნილი და ავიღეთ ეს დიდი მისია პასუხისგებლობის და ძალიან გვეიმედება, რომ ჩვენ გვიერთდება ხალხი, მამულიშვილები, ეს არ არის იცი თქვენ პარტია, ეს არის მოძრაობა მამულიშვილთა და უძვირფასესი იდეა ქართველთა გაერთიანება. ის რაც მტერმა გააკეთა და დაგვშალა ესე გადავყიდე ერთმანეთზე სამკვდრო საერთოდ ქართველი ხალხი, დღეს ჩვენ საპირისპიროები ვიწყებთ იმას, რომ მტრების საწინააღმდეგოდ, ქართველთა მტრების საწინააღმდეგოდ, რომ მოვახდინოთ ერთში დიდი გარღვევა და დიდი გაერთიანება. თქვენ როგორ უყურებთ ამას, რასაც ხედავთ თქვენ ხომ უყურებთ ინტერნეტში როგორ ცელდება, ვიდრე აქამდე გვესტუმრებოდით და თქვენს თავს სად ხედავთ ამ მოძრაობაში? მოდი სანამ გია პასუხს გასცემს, ორივე სიტყვით მე ვიტყვი, მიხარია ძალიან მას რო უყურებ აქ, იმიტომ რომ ჩვენ 90-იან წლებში, ჯერ კიდევ მანამდე დასაწყისიდან შემდეგ და შემდეგ 92 წლის ტრაგედიის შემდეგაც ჩვენ ფაქტიურად ერთად ვიყავით, ერთად თანამშრომლობდით, გავიარეთ ყველა ის რთული პერიოდი და 30 წლის შემდეგ კიდევ საჭირო გახდა რომ ერთად ვიყოთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის და მე მას სიამოვნებით მოვუსმენ ახლა, იმიტომ რომ შეიძლება გითხრათ რომ
ამდენი წლის განმავლობაში ერთხელ არ მახსოვს თვით ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში კი გიას რაიმე არასწორი ამ პოზიცია ქონოდეს ან და აზრი გასჩენოდეს. მადლობა მას. გაიხარეთ. მოგესალმებით. მივესალმები ჩვენს აუდიტორიას. მინდა მადლობა გითხრათ მოწვევისთვის. იმის თქმა თუ რაოდენ ურთულესია მდგომარეობა ქვეყანაში, ეს უკვე მეტნაკლებად თუ საქართველოში ცხოვრობს ადამიანი და აინტერესებს ამ ქვეყნის ბედი ყველა ხდება. რეალობა არის ურთულესი და სხვა გზაც, აი რაღაცა უნდა გავაკეთოთ და სხვა გზას მე ვერ უყურებ დღეს. და როგორც კი მე შევხედე რამოდენიმე თვისი რომ წამოვიდა სურვილი თქვენგან და გვინდა რომ ქართველთა დიდი გაერთიანება მოხდეს, მე ვთვლი რომ თუ ესეც ვერ მოხერხდა და მაშინ აღარ ვიცი რა იქნება. არსებული ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის და ამ მთავრობის ფონზე. მე სხვა პერსპექტივას დღეს ვერ უყურებ და ძალიან გულსასყოდი იქნება თუ ის რაც ახლა ჩვენ დავიწყეთ, ამას პერსპექტივაში რეალური შედეგით ვარ მოყვა. ასეთი შოტლანდიელი სასულიერო პირი არის უილიამ ბარკლი, რომელსაც ნათქვამი აქვს შემდეგი სიტყვები ადამიანს აქვს ორი დაბადების დღეო. ერთი როცა ის იბადება და მეორე როცა ის ხვდება თუ ატომაა დაბადებული, ატომი მოვიდა ამ ქვეყანაზე და უილიამ ბარკლს რო დავესესხოთ ქართველ პოეტს, ეროვნულ კაცს, მუხრანზაკ მაჭავარიანს ნათქვამი ლექსად რომ სულს მივცემ ჩემსას ერთი სიტყვით მე იმას მარტო ვინც იცის გაჩნდა ქართველად ატომი. და უბედურება ის არის რომ 33 წელია თითქმის გასული იმ ავახსენებული გადატრიალების მერე და ბევრს კიდევ ვერ გაუთავისებია თუ რამხელა პრობლემა შეიქმნა იმ გადატრიალების შემდეგ. და დღესაც რა ურთულესი რეალობის წინაშე დგას ქართველიერი, ბევრი ამას ვერ ხვდება. არა და ილია ჭავჭავაძე თავის ნაწარმოებში კაცი ადამიანში გეუბნება რომ მხოლოდ ჭამაზე და მხოლოდ უცხოეთიდან გამოგზავნილ ფულებზე აქცეს ნუ გააკეთებ იგივეს ფაქტიურად. რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. იმიტომ რომ ესა უკვე ტრადშობილი ფიქრი ფაქტიურად, რომელსაც არაფერი არ მოეყოლება რომ მარტო მშვიდობა და მეტი არაფერი. იმიტომ რომ ვიღაცის იმედზე ჩვენ ვერ ექნებით. კარგია მშვიდობა, მაგრამ იმ მშვიდობაშიც თუ კი ჩვენ ქართველები ჩვენი თანამონაწილეობა არ აქვს და რაღაც ფუნქცია გვაგვაჩნია და ვიღაცის მხოლოდ ვიღაცის არ აქვს მშვიდობა, ეს იქნება რუსი თუ ეს იქნება ევროპელი იმათ კეთილნებაზე ვიქნებით დამოკიდებული, ჩათვალეთ მშვიდობა საქართველოს არ ექნება რასოდეს და პერსპექტივაც ექნება ძალიან უარყოფითი და ძალიან მიუღებელი. ანუ ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთხელ ამდენი წლების მერე მოვიდე აქ და შევეცადოთ მაქსიმალურად იმ ხალხის გვერდში დადგომას, რომლებსაც გადაწყვიტეს ქართული ეროვნული საქმის კეთება. რაოდენ ჩაანაცვლებს ეს მოძრაობა იმ ეროვნულ მოძრაობასაც თავის დროზე იყო, ეს კიდეც აკეთებ, ეს კიდევ ჩვენზეა დამოკიდებული, მე ასე ვიტყოდი და არნაკლები მუხტი უნდა იკრიბოს და მუხტიც იყო თავის დროზე 30 წლის წინ. ერთ-ერთი გადარჩენა ისევ ჩვენ ხელშია, ისევ ქართველებში და არა ვიღაცის კეთილნებაში. ძალიან გამახარეთ ბატონო გია, მე ვიცი რომ ძალიან დიდი ავტორიტეტი გაქვთ თელ ქუთაისში და ეს ძალიან იმედის მოცემია და ძალიან გვახარებ და ბატონ დემუთან გადავალ, ვიდრე გადავიდოდი ეს დავამატებდი რომ შვიდობა ახალგაზრდობიდანვე მიყვარს აი ეს იდეა და ეს აზრი. შვიდობაში, როდესაც არის თავისუფლება, აი ეს არის უკვე რაღაც ძალიან ძვირფასი. მოდი კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, ის რაც კეთდება თავისი არსით არის უნიკალური ქვეყანაში. მე მესმის მათ შორის ძალიან ცნობილი ადამიანებიც მეხვიანებიან, ვერ გაუგიათ კარგად, რაც გზას დავადექი, ესე იგი, საიდან მოვძებნე ჩემთვის უცნობი ადამიანები, რას ვაკეთებ იმას, რაც დრომ მოიტანა, დრომ მოითხოვა. და რომლის გარეშეც ქვეყანას მომავალი არ აქვს, ეს არ არის პარტია. ჩვენ არ გვაინტერესებს ვინმეს პარტიულ ინტერესებში შეჭრა, პარტიული პლატფორმების განხილვა. მე ყველას მიმართ პატივისცემელი ვარ, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ქართველთა გაერთიანება. ამ ინიციატივამ ყოველ გულიან ქართველს სული უნდა ჩაბეროს, ფეხზე დააყენოს, აგრძნობინოს, რომ მის გარეშე
ამ ქვეყანას საშველი არ ექნება მე პატივცემ ცნობად სახელს თითქმის ყველას ვიცნობ ხო სწორია დამსახურებულ ადამიანებს ეხლა არის განსაკუთრებული ეტაპი ყველას არ შეუძლია იმ საქმის კეთება რა საქმეც დღეს უნდა გაკეთდეს ეს ჭირდება ქართველთა აქტიური შემართული უშიშარი მიზანმიმართული დღედაღამშრომაზე ორიენტირებული საქმიანობა რომ ჩვენ ვიქცეთ იმას რასაც ქვია ქართველი ხალხის ძალა რომელსაც ვერანაირი პოლიტიკური პარტია ვერანაირი ხელისუფლება გვერდს ვერ აუნის ამიტომ სწორად გაიგეთ რა გვინდა ჩვენ გვინდა ქართველი დავაყენოთ ფეხზე შევკრათ ამ ქვეყნის რომელიც მისთვის არის ძვირფასი თორე მე ვერავის სიყვარულს ვერ გაუჩენ ამ ქვეყნის ეს ან გააქვს სიცხლში აზრდაში დედიდან მამიდან გარემოდან ამდე შენ არ გექნება მაშინ წადით სადაც გნებავთ ჩვენად ჭირდება მარტო გულიანი ქართველები ჩვენ ჭირდება სულით ხორცამდე ქართველები ეს საქმე გაკეთდება ამ საქმეს წინ ვერაფერი ვერ დაუდგება ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით რაზე მივდივართ რა წინააღმდეგობა იქნება რა წინააღმდეგობა ეხლა ყველა ქართველი არის შეუცვლელი ყველა ქართველი ჭირდება ამ საქმეს ისევე როგორც ამ საქმიდან ყველა ქართველი იგრძნობს თავის თავს ღირსეულ ადამიანად იმ ადამიანად რომელმაც ქვეყნისათვის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო იმის გაგება და გააზრება რომ უნდა ყოფილიყო იქ სადაც ყველა კარგი და შემართული ქართველია აი ესა ანი და ბანი ამიტომ ვერანაირი შეტევა ამ ერთობაზე ვერ განხორციელდება ნებისმიერ დაპირისპირებას რომელსაც ჩვენ არავის არ უპირისპირდებით იმიტომ რომ ქართველთა დიდი გაერთიანება თავის ქვეყანაში არ შეიძლება ვინმეს დაუპირისპირდეს არავინ არ არის ამის სტოპად ეს იქნება ძალა რომელიც ხელისუფლებელს აგრძნობინებს რომ ის ისე ვერ იმოქმედებს როგორც იმ უბედურების შემდეგ მოქმედებს დანაშაულის გზით მოსული ხელისუფლები რომლებსაც ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ იმიტომაც იქცევიან ასე ჩვენ გინდა ეს დაალაგებული სახელმწიფო იყოს გახსნილი სახელმწიფო იყოს განვითარების გზაზე შემდგარი სახელმწიფო იყოს ჩვენი ახალგაზრდები იღებდეს ამ სახელმწიფოდან იმას რომელიც მათ მოამზადებს იმისთვის რომ შემდეგ თვითონ უკეთესად განავითარონ ეს ქვეყანა ამას ვერავინ ვერ დაუდგება წინ ამიტომ სწორად გაიგეთ ჩვენი ურთიერთობა გვარდა სახელებს ნუ ეძებთ არანაირი გვარდა სახელები არ არსებობს თავისთავად ქართველთა დიდ გაერთიანებაში ყველა გვარსახელიანი კაცი მოსული აქ არის გამოკვეთილი ინდივიდუალობა და თქვენ მალე ნახავთ რამდენი ლიდერი გაჩნდება ამ ქვეყანაში რამდენი ღირსეული კაცი გამოჩნდება და ჩვენ დავაკეთებთ იმას რომ ყველა ამის მოსურნე ადამიანს უზარმაზარ ძალას შავბერავთ და გავუკეთებთ იმას რომ ისინი ამ ქვეყანას ემსახურონ. გაიხარეთ და ბატონმა ზაქარიელს გააკეთეს. მოგესალმებით და შეფასო მსმენელებო მოგესალმებით ბატონო გია სასიამოვნოა ჩვენთან ჩვენს ქვეყნის თქვენი ხილვა თუმცა ის 1998 წლიდან მოვდივართ ორსეთაფიტეკი ეს უბრალოდ ეს ჩვენი მოყურებლობის და ჩვენი მსმენელების დასანახად ჩვენ ისევ ერთად ვართ და ერთად უნდა ვიყოთ რაც შეეხება მშვიდობას გააჩნია რას დავარქვევთ ჩვენ მშვიდობას შემოკარგება თუ ჩვენ მშვიდობას ბომბების არსროლას და ტყვის არსროლას ვარქმევთ და ჭაობშიყო ესეთი მშვიდობა ძალიან კარგად ახსენეთ კაცი ადამიანში ლუარსაბთან ქარიდესაც ხონდა მაგრამ ლუარსაბი არ იყო თავისუფალი კუთხე გადაყოლილი როგორი ბატონობისა დროსაც ყველაფერი თორსარაუცოდან როგორ ილია ჭავჭავაძე როგორ დააჯილდოა ლუარსაბთან ქარიდე დარეჯანი მათ შვილი არ მისცა მიუხედავად იმისა რომ თელეთელი მკითხავის ჩაერთვა ამაში და გამოვიდა მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არის ჩვენი მშვიდობა
ის მშვიდობა, რომელსაც თავისუფლება არ ახლავს, იმის მშვიდობა, ვინც ამ მშვიდობის გარანტია. ეს არის ყველა მონა სიმშვიდეში ცხოვრობს, დღეში ერთხელ აჭმევენ, რომ არ გაგროს სული, თობს არ ესვლიან, არცემენ თუ ჭვიანად და ბატონის გასახარად პატრონი ყავთ. თუ პატრონი ყავს. ხალხი ბიბლიური ჭეშმარიტება მოსეს რომ გამოყავდა ხალხი, იქ აჭარდება მოუწეს, იქ ერთხელ მაინც გვაჭმევენ და შენო მეოთხე დღეა მოყავარ და საჭმელი არ გიჭამი. ნუ გადავაყოლოთ კუჩ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს შთამომავლობას. ამ შვიდობას და ამ გზას ჩვენ მივყავართ იქეთკენ რომ საქართველო გარჩება უშვილოდ. ის ღირსა უშვილოს ვეღარ შექმნის. და მე ყველაზე მეტად ეს ვთქვა. იმიტომ რომ ესეც საქართველოს როგორც ჩვენ მომავალში გვესახება თუ ესე გაგრძელდა, ესეც საქართველოს მომავალი ნამდვილად არ აქვს. ამიტომ დიდი სიყვარულით, დიდი სითბოთით და დიდი სიხარულით გელოდებით ქართველთა დიდ გაერთიანებაში, რომელიც წინა გადაცემაში და წინა შეხვედრაში დაანონსა ბატონმა დავით ჭაბუკაშვილმა 30 მარტს გელოდებით ზუსტად რამდენიმე დღით ადრე სუპოლას ჩვენ მოგახსენებთ ადგილს, ჩვენ ამას სპეციალურად არ ვაკეთებთ, ჯერჯერობით ადგილი საერთოდ ექნება, იმიტომ რომ შინაგანად გრძნობთ, ხვდებით ძალიან ბევრი არამოსურნე ეყოლება ამ ამბავს და გარკვეული პრობლემები რომ არ შექმნა. გარკვეული წინასწარმომზადება რომ არ გაიარონ ამ ხალხმა. ერთი რა მინდა გითხრათ კიდევ რომ ბატონმა დევრმა აღნიშნა წერა, თითქოს ჩვენ ერთმანეთს ეხლა შევხვდით, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის თვალს ვადევნებდით ბეჭდებზე, ჩვენს მოქმედებებს, მიუხედავად იმისა, რომ მე მაინც ძალიან ბევრი წერა სოციალურ ქსელში არ მიყვარს, მაგრამ მე თვალს ვადევნებ ხოლმე ადამიანებს და ასევე ჩემი გადაცემები იზრდება ხოლმე. ამიტომ ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, მე და ბატონი დევრით, მე და ბატონი დავითით, მე და ბატონი გიაც და ასე რომ არც რავის არ უნდა გაუკვირდეს ჩვენი ერთად ყოფნა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ყველაზე გვიან გავიცანი ბატონი დემური და ბევრჯერ აი ჩემთვის მიფიქრია და ვნანობ კიდევაც ხოლმე, რომ ნეტავი ადრე გამეცნო მეთქი, რომ შეიძლება ეს პროცესი კიდევ უფრო ადრე დაგვეწყო. მე მასზე ახლა ისე მოფერება კი არ არის ეს, მე ვიტყვი მხოლოდ და მხოლოდ იმას, რასაც ვფიქრობ. ეს არის უნიჭერესი, უგანათლებულესი, ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელსაც უდიდესი ის აქვს აი ამ გაერთიანებაში ფუნქცია და ეს ჩვენ ძალიან გვაიმედებს. მე აი იმ კუთხით რომ ამ ეკონომიკის და ამ დარგის სპეციალისტი ხარ ძალიან დიდი ბატონი. ეხლა ჩვენ დავყიდით რომ ბატონი როდესაც აი ეს ძალას მოიკრებს უკვე რომ დაფუძნდება 30-დან ჩვენ იმ დაჩაგრულ ხალხს თანდათან ამ ძალამ ხარი უნდა დაუჭიროს ხალხს. ხშირად არის ხან გამოსახლებებს უკეთებენ აი ეს მევახშე ბანკები, ხან რა ქვია სამსახურებს ატოვებინებენ ესე თუნდაც აი ჭიათურაში როგორც მოხდა ეხლა 3500 ოჯახი მთელი ჭიათურა. ჩვენ უყურებთ ყოველ ნაბიჯი როგორ ჩაგრავენ ქართულ ხალხს და ეს არის მიზეზი, ამიტომ გარბის და ტოვებენ სამშობლოს. ასევე უმძიმესი მდგომარეობაა შობადობაზე ყველაფერზე და არავითარი წახალისებები არ არის. აი თქვენ როგორ გესახებათ ბატონო დემურ აი ამის მხარდაჭერა და კიდევ ერთ იმას მინდა აი ეს თემა მინდა აი გავაცოცხლო, ეს ძალიან მაინტერესებდა თუ კიდევ შემდეგ კითხვაში უპასუხეთ. როგორ შეიძლება მოხდეს ნაციონალიზაცია? ანუ
საქართველოს მოსახლეობა, რომელიც გააკურაკეს 90-იან წლების შემდეგ, შევარდნაძის დროს, როგორ შეიძლება რომ ბუნებრივი რესურსებიდან ყოველ საქართველოს მოქალაქემ რაღაცა თავის წილი მიიღოს. მოდი დავიწყოთ იმითი, როგორც თქვენ დაიწყეთ, ჩვენ ჯერჯერობით ერთობლივი განცხადება გავაკეთეთ, რომ ქართველთა დიდი გაერთიანება შედგეს და ჩვენ ყველა შემდგომ გაერთიანების სახელით გავაკეთებთ. ჯერჯერობით ჩვენ რაიმე სხვა სახის განცხადება ერთობლივად არ გავაკეთებია, იმიტომ რომ პირველი ეტაპი არის. ჩვენ ყველა ვაკეთებთ ცალკე უფლება მოსილი ვარ და ერთმანეთის მიმართ პასუხისგებლობა გავაკეთოთ რაღაც შეფასებები, მაგრამ თქვენ ყველა განცხადებას, რომელსაც გაიგონებთ 30-ის შემდეგ, იქნება გაკეთებული, თუ ჩვენ ხაზგასმით არ ვიტყვით, რომ ეს არის პირადად ჩემი ან პირადად დავითის შეფასება. გაერთიანებული ქართველების სახელით გაკეთდება. ერთი მომენტია, რომელიც მე გავაგრძელებ დაზუსტებას, მე არ გამაკვირვა, იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც ადამიანები ისე უპატივცემულოდ ელაპარაკებიან ერთმანეთს, დაკარგული აქვს ზნეობა, მორალი, ქალი ქალს არ გავს, კაცი კაცს არ გავს, ესე იგი რა დონემდეა სოციალური ქსელები მისული. ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ინიციატივასაც გამოუგნებელი ერთი შეხედვით ის რეაქცია მოყვა, რომ ადამიანები სიბოროტისგან ვერ ეტევიან თავიანთი ეს იქნება არ გამოვიდეს ეს ვინ არის, რას აკეთებენ, ეს რა არის, ეს არ არის, ეს ის არ არის. შვიდად იყავით ყველა. ღმერთის წინაშე ნუცოდავთ, რაც გესმით ჩვენგან ის არის. ვისაც არ მოგწონთ ეს ყველაფერი, წამბზანდით სადაც მოგწონთ, უთქვენოდ გაკეთდება ეს ყველაფერი და დაალაგებული ქვეყანაში თქვენც ისევე იცხოვრებთ, ოღონდ იცხოვრებთ ისე, როგორც ერთ ვისაც არ ჯერა ისეთი გაატარებთ. განებეთ ამიტომ აბსოლუტურად გათვლილია ყველა წვრილმანი. თქვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ რაიმე ემოციის დონეზე ვიმოქმედებთ, არაფერს არ გავაკეთებთ ემოციის დონეზე. საერთო პოლიტიკა ჩამოყალიბებულია, როდესაც ქართველთა დიდი გაერთიანება იქნება, ჩვენ იქ სპეციალურ დაინტერესებულ ჯგუფებს ცალ-ცალკე რამეებზე დავაჯენთ, ყველაფერს გავივლით იმ ქვეყნის სოციალური ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას, რომელიც შემუშავებულია, უბრალოდ დროში ადაპტირება უნდა, თუ გნებავთ 10-12 წელიწადში პატარა ძალიან სერიოზული ცვლილებებია გარემოში, მიმართულებებში, ამას იოლად გავაკეთებთ, მაგრამ არის პირველი თემა, რომელიც ვერაფრით ემოციის დონეზე ვერ გადაწყდება, ეს არის საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა. როდესაც ჩვენ ვაკეთებდით 2011-ში დავიწყეთ ეს, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია ჩამოყალიბებულიყო, მე პირველი რაც გავაკეთე, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა, ძალიან ცნობილი დემოგრაფები მოვიწვიე, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ გრძელვადიანი პერსპექტივა დაგეგმო ქვეყნის განვითარებისა დემოგრაფიული პირველი მონაცემები თუ არა გაქვს. ბატონი თოთაძე კიდევ იყო შესანიშნავი ადამიანი, ის რაც მათ დაწერეს თავისი არსით არის კატასტროფული. კი ბატონო. საქართველოს მოსახლეობის კლება არის კატასტროფული და თუ ეს არ შეჩერდა და თუ აღდგენითი მდგომარეობის აუცილებელი პერიოდისთვის მიგრაცია არ შეჩერდა, მიღება მიგრანტების არ შეჩერდა, ჩვენ მივალთ სრულ კატასტროფამდე და ამას ჩვენ არც უფალი გვაპატიებს და ყველაზე უფრო დაწყევლილ თაობებად ვიქცევით, ეს გარანტირებულია. დააკვირდით უბრალო რაიმეს. 20,000-ზე მეც ამ 10 წლებში საქართველოს მოსახლეობა არ იქნება ნამეტი. 20-22,000. აქედან ეს ქართველები არ არის ყველა. უმცირესი ნაწილია. ერთხელ თქვი და გავიმეორე, ძალიან ცნობილი გინეკოლოგი მოვიდა ჩემთან,
იმიტომ რომ ჩავეყენებინე მე საქმის კლუბში და ჩემი ეს შეხედულებები განმტკიცებინა მითხრა სწორ თემას ამბობ, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე ფერმძიმე ქალებს შორის ეთნიკურად ქართველი ფერმძიმე ქალი არის 30%. რაიმე ახსნა ჭირდება ამას? შეიძლება ქალი ეთნიკურად ქართველი იყოს და რაც შეძლოს სხვა ეთნიკურ ჯგუფსაც. ეხლა უკვე ესეც არის, ხო? მაგრამ მე რატომ ვამბობ ამას? ესე იგი, ჩვენთვის საქართველოში გაჩენილი ყველა ღირსეულ ოჯახში მოქალაქე ჩვენი მოქალაქეა. მაგრამ არის ის წონასწორობისთვის აუცილებელი რამ, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს. მას საქართველო ქვია, ეს სატიტულოებია. ჩვენთვის ყველა ჩვენი თანამოქალაქე და ჩვენ ქართული და დიდი გაერთიანება ყველა ეთნოსის ხალხს შემოვიყვანთ ჩვენთან. ისინიც იგრძნობენ რომ ამ ქვეყნის ნაღდი შვილები არიან და შესანიშნავად შეასრულებენ თავიანთ საქმეს, მაგრამ ჩვენ გავიფიქროთ იმაზეც, რომ ჩვენი საერთო დემოგრაფიული მდგომარეობა ამ კატასტროფისკენ არ მიდიოდეს. სოციალურმა მდგომარეობამ თუ 90-იან წლებში ამას იმ ტრაგედიის გამოძახილი ჰქონდა და სამოქალაქო ომისა, რამაც აიძულა ათასობით ადამიანი წასულიყო, რას მივაწეროთ 2003 წლის მერე დღემდე მიგრაციის ასეთი განსაკუთრებით ბოლო წლებში, როცა ოჯახები გადიან. ესე იგი ეს არის პოლიტიკა, იდეოლოგიის ზაქონი. დიახ, ეს არის მიზანმიმართული ქმედება და ჩვენ მხოლოდ ქართველთა გაერთიანებულ ძალას შეუძლია ამის შეჩერება და მოთხოვნა იმისა, რომ საქმე რა შეიძლება პოპულისტური ნაბიჯები თქვენ დემოგრაფიას ქვეყანაში ვერ გაამჯობესებთ. ამას უნდა ეშელონირებული, ძალზე ფართო გათვლილი, არა მხოლოდ ეკონომიკური, სოციალური, ეროვნული პროგრამა ჭირდება. დიახ, ამას ჭირდება დიდი პროგრამა, გაკეთებულია, კიდე გადავაზუსტებთ საუკეთესო დემოგრაფებთან ერთად, სულ ცოტა ხანში, მაგრამ ეს იქნება ამოსავალი, რომელთაც ჩვენ შემდეგ უკვე დახვეწილად წარმოგიდგენთ რა გვინდა, რა სოციალური პოლიტიკა გვინდა ჩვენ ქვეყანაში. სოციალური პოლიტიკა, საპენსიო პოლიტიკა არ არის, მხოლოდ ეს ერთი პატარა შემადგენელი ნაწილია. განათლება როგორი გვინდა, ჯანდაცვა როგორი გვინდა, შრომითი ურთიერთობები როგორი გვინდა, მეცნიერება როგორი გვინდა ის ნორმები, რომელიც სოციალურ გარემონტს აცემენტებს, რო იტყვიან, აბა ჩვენ შეთანხმებული თუ არ ვიქნებით და ასევე ლაპარაკეთ ერთმანეთს სოციალურ ქსელებში რომ არის, ამაიმა ხალხა რა სახელმწიფო უნდა აღოს. ხალხი მოშლილი არის კულტურულად განადგურებულია, რაღაც იდეოლოგიური შტამპები ციგიჟემდია მისული, არც დედმამის მადლის ცხია განათლებაზე თავი რომ საერთოდ ახლა არ შევიწუხოთ ამაზე ლაპარაკით, ეს ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ გვავალდებულებს გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს აბსურდია. ჩვენ ვალდებული ვართ საქართველოს მოქალაქეს ვიცნობთ თუ არ ვიცნობთ, პატივისცემით მოვეკვროთ, იმიტომ რომ ისიც შენსავით უფლებამოსილია და მანაც უნდა იცოდეს, რომ შენ მოგექცეს პატივისცემით. ეს გაკეთდება, იმიტომ რომ ეს ნორმებია, ნორმები მხოლოდ შეთანხმებულ გარემოშია შესაძლებელი და ნორმების დაცვა უნდა შეიძლებოდეს. ქართველთა დიდი გაერთიანება ამ ნორმების დამცველი იქნება, იმიტომ რომ ვინც ამას გადაუდგება, არ უნდა სიკეთე ქვეყნისთვის, არ უნდა სიკეთე მის გარშემო მყოფი ხალხისთვის, მათაც იოლად მოევლება. ამიტომ დემოგრაფია სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს პრობლემების, რამდენიმე სასიცოცხლო პრობლემა გვაქვს და ჩვენი ხალხის პრობლემების აბა სახელმწიფო რა გვინდა? სახელმწიფო არის გარსი. ამ გარსში უნდა ვითარდებოდეს ის ფანტასტიკური კულტურა, იმ კულტურაში უნდა აღიზარდოს. ქართული კულტურა არის საფუძველი იმისა, რომ ამ კულტურაში
ახალგაზრდა რომ აღიზრდება და საუკეთესო განათლებას მიიღებს, იგი ყველა სხვა კულტურის დამფასებელი იქნება. იგი იქნება ისეთი ღირსეული მოქალაქე, რომელმაც თავისი ციცის, სხვისი კარგი ციცის, ამიტომ პოზიციონირება მას არც პოლიტიკაში და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ გაუჭირდება. რაც შეეხება დემოგრაფიულ საკითხებს. ჩემო ძვირფასებო, სკოლა 30 წლის მანძილზე ბავშვს ზრდის ოჯახში ჩასახლებულ მტრად. ოჯახებს პალიკა მოროზოვა. დიახ. სივერაგეს დააკვირდით, წიგს მშობელი ყიდულობს. ბავშვს თვით მშობელი აჭერს. ბავშვს დაბადების დღეს მშობელი უხდის და თქვენ ოჯახის მოწინააღმდეგეც დიდ ბავშვებს. ასეთ გარემოში რა დემოგრაფიაზეა ლაპარაკი. უნდა ჩამოყალიბდეს ბატონ დემურ, ბატონ დავით, ბატონ გია, წყობრი ეროვნული დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნულ იდეოლოგიაზე. ეს იდეოლოგია ჭირდება, დღეს იდეოლოგიის გარეშეა ჩვენი ქვეყანა. არანაირი არც ახლო მომავლის, არც შორეული პერსპექტივა ხედვაში არ აქვს არც ერთ მთავრობას. უპატრონოთ აღელებულ ზღვარში გადაყრილებს გავართ. სადაც წაგვიღებენ, იქეთ უნდა გავქანდეთ. ამ დროს ჩვენ ვართ იმ ერის შვილები, რომელიც ამ პოლიტიკურ მორევში ძალიან კარგად ცურავდა ყოველთვის და ყოველთვის რჩებოდა. ამიტომ ყველა პროგრამა იქნება, რაც შეეხება მეცნიერებაზე, თქვის მეცნიერება. მეცნიერება ჯერ ქართულმა ხალხმა უნდა ვთქვა გვინდა მეცნიერება. იმიტომ რომ მეცნიერება 94 წლიდან რაც ეს დახმარებითი ფონდები შემოვიდა, მეცნიერების უფლება საქართველოს არ აქვს. ის ფონდები რო წამოვიდა, მეცნიერებათა აკადემიას არაფერი არ მიცეს მაშინ იქიდან. მივიდნენ ეს აკადემიკოსები ცილინდრებით და ბატონო ედვარდო ჩვენც მოგვიგებო ბიჭო სულა გავიწყდაო გამიგე აკო ნახეო რა მოაყოლესო წერილი მოაყოლეს ამასო რომ ქვეყანა რომელიც არის განუვითარებელი და განვითარების გზაზეა მას ის ფუძუნება არ აქვს რომ მეცნიერებაში ფული დახარჯოს და თქვენ უნდა დანერგოთ ჩვენი მიღწევებიო всё დამთავრდა ეს ყველაფერი საქართველოს არასდროს არ ყოფილა განუვითარებელი ქვეყანა არასდროს საქართველოს არც დღეს არ ადგას განვითარების გზაზე. საქართველოს განვითარებული ქვეყანაა და მიზან მიმართულად ანგრევენ. კონსტიტუციაში არ უნდა ამოიღოთ ის მუხლი, რომ ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა და დაგვანებებენ ყველა თავს და მაშინ მოგვიწევს შემოძვირფასებო ქართულად ხელების დაკაბიძება და სერიოზული საქართველოს აშენებისთვის გზა მოგეცემა და ეხლა თუ თან სხვამ უნდა ყვებოს და ჩვენ აქ ვიყვიროთ რომ ეროვნული სახელმწიფო ავიშენეთო ისინი არ არიან დაინტერესებული აქ ეროვნულ სახელმწიფოს აშენებით და კიდევ ერთი თემა რომელიც ბატონმა დაიწყო წამოჭრა მე ცოტა სხვანაირად ვპასუხებ რატომ საქართველოში სადაც დეკლარირებულია დასავლური ორიენტაცია მეტი რა უთხრა ამათ საბაზრო ეკონომიკა სასაცილოა რატომ არ არის განვითარებული საბაზრო ინსტიტუტები რატომ არ არის საჯარო კომპანიები რომლებიც ლისტინგში ჩამოთვლილი იქნებიან ანუ ინვესტიციები ჭირდებათ ამიტომ რა არის ფულის მოზიდვის საქმე, ამიტომ არის საფონდო ბირჟები, ხო სწორია, ბანკების ალტერნატივა. რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლება, ნუ დავაბრალებთ ამას ბიზნესმენებს და ბანკირებს. საქართველოს ხელისუფლების 32 წლიანი მანკიერი პოლიტიკის შედეგად ჩამოყალიბდა უმახინჯესი საბანკო სისტემა, ეგრეთ წოდებული უნივერსალური საბანკო სისტემა. სწორედ იმიტომ არის ასეთი სისტემა არა გაყოფილი რომ კლასიკური საბანკო სისტემა, როდესაც დაწესებულება ფულის გასესხების მეშვეობით აკეთებს თავის ბიზნესს და ამ ფულს იგი
ჭარბი ფულის პატრონებისგან იღებს და ტრანსლაციას უკეთებს ამ ფულს ეკონომიკაში არა ეს ფუნქცია ბანკებს არ ჭირდებათ იმიტომ თავისი ბიზნესები აქვს ამიტომ ფული თუ არის თავის ბიზნესებში დენ დაიღებს ცნობილი ბრენდები ყველგან ბანკები არის მეორე თქვენ ვერ ნახავთ სააქციო საზოგადოებები სასამართლო კრედიტის რაზე მიდის მაგალითად სააქციო საზოგადოებები როგორიც არის თქვა განვითარებულ აზიურ თუ ქვეყნებში როდესაც სააქციო საზოგადოების აქციებს ფლობს მოსახლეობა ხო სწორია იქ მე ცოტა ფული მაქვს ბევრი ფული მაქვს ავდგები და $1000 თუ მაქვს და $500 ვიყიდი კარგი სანდო აქციას და იმ $500-დან 10% ხო მივიღებ როცა იქნება ხო კვარტალში იქნება თუ ორ კვარტალში ერთხელ იქნება თავი მე ჩაბული ვიქნები მოდი ასე ვთქვა თუ ვინმეც გონია ზედმეტი $50 ეს არაფერია მაშინ ეს ქართული მიდგომა ფულისადმი იმიტომ რომ მე კარგად ვიცი რომ ამერიკაში $200 დიდ ფულად მიაჩნიათ სერიოზულ ფულად მიაჩნიათ იმიტომ რომ $200 რო გამოიმუშაო უნდა იმუშაო ხო არ არის რატო არ არის ყველაფერი არის კლანებში ამ კლანების პატრონები არის ხელისუფლებაში საბანკო სისტემა ემსახურება ამ კლანებს დავანებოთ თავი ახლა კლანებს თავრობა უშვებს ცეცხლებს როცა ჭირდება ფული ფაციან ქაღალდებს უშვებს ობლიგაცია იქნება თუ რა იქნება თელ მსოფლიოში შეერთებული შტატები თუ სხვა ეს გარე ხელმისაწვდომი ხდება და ყველა მოქალაქე შეუძლია მაგალითად იყიდოს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ვალდებულებები მოდით უფროსი გადამაზე დაგიშოთ მოდი ახლა ნახეთ თავრობა უშვებს ამას საკმაოდ მაღალი პროცენტით და მხოლოდ ბანკების სარგებლობენ ამით საქართველოს მოქალაქეს თითი არ მიუწვდება იქან რატომაა გაკეთებული იმიტომ რომ ეს ერთი მამაძაღლი კლანია თავის ბიზნესებიან ფინანსური სექტორიან თავრობიან ყველაფრიანად და ეს არის ოლიგოპოლია შერწყმული ხელისუფლებასთან ხალხი განიყულია ყველაფრისგან და რაკი არაფრის საშუალება ამ ქვეყანაში არ აქვს ისინი გარბიან ამ ქვეყანას მე ისევ გადმოვალ თქვენთან აი თავარი ერთი კითხვით გასაგებენაზე რომ კარგად ჩამოყალიბოთ მაგალითსაც მოვყოლ მანამდე ბატონგიას თუმასთან დაბრუნდები ერთი კითხვით პათოლოგია ძალიან დიდი სიჩუმე ხედა მე იცი თქვენ როგორც თქვენ ისევე მე დასავლეთში თუ აღმოსავლეთ საქართველოში ყველგან ძალიან დიდი მეგობრებია ნაცნობობა ყავს ამ ეროვნულ განმათავისუფლებელი მასშტაბის მოძრაობა ხო კანონური ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ძალიან დიდი სიჩუმეა მე ვხედავ ბევრისგან და ძირითადად უფრო აპოლიტიკური ხალხი აქტიურობს თქვენი აზრით აი რა არის ამ სიჩუმის მიზეზი და რა მაინტერესებს კიდევ ვიცი არის თუ არა აი გაერთიანების იმაზე რომ ვისგან სიჩუმე ვინ არის ეროვნულ განმათავისუფლებელი კანონური ხელისუფლების წარმომადგენლებია და არის თუ არა მათ უნდა იყოს თუ არა მისაღები რასაც ჩვენ ვაცხადებთ რომ ამ გაერთიანების მიზეზია ზუსტად იქ სადაც დავეცით ის გავასწოროთ და აღმოვქრათ ანუ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა აი ამ კუთხით რომ მოკლედ ესე ძალიან რთულია ახსნემ მაგრამ ეს ხომ მისაღები უნდა იყოს მისაღები უნდა იყოს ეს ერთი რა თქმა უნდა მისაღები უნდა იყოს მაგრამ აქ თავარი კიდევ ის არის რომ ის ვინც იყო ეროვნული ხელისუფლება თავის დროზე იქიდან ერთეულებია დარჩენილი ფაქტიურად ვინც შეინარჩუნა ერთგულება იმ ეროვნული ხელისუფლებისაგან და ძალიან ბევრმა შეიცვალა პლატფორმა და რა ერთის და რა ოცის ეგეთებიც არის კი თუ კი ეს ხალხი ნაკლებად აქტიურობს და ამ შემთხვევაში არ გვეხმიანება მე მგონი ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს პრობლემა კარგი პრობლემა არ არის მე ახლა ამასინად ვუსვენდი ტელევიზიაში ყოფილი ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერის ახლა სხვა პარტიაშია სახელობათა და სახელებ რეკლამას უკეთებენ რომ გამოდის ამბობს რომ თავარი არის ძალა სიმართლეში ძალა კი არ არის სიმართლე მაგრამ თავარს არ ამბობს ძალა სიმართლეში რა თქმა უნდა არის მაგრამ ძალა არის სიმართლეში მართალი კაცი რო ამბობს და მართალი კაცი რო ლაპარაკობს თავარი არ არის ის დღესდღეობით ძალიან ბევრი მიეჩვია კარგად ლაპარაკს
და კარგად საკმაოდ დალაგებულად საუბრობენ სიმართლესაც, რაღაც დოზისად, მაგრამ თავარისა იმან რა გზა გამოიარა იმ სიმართლის თქმამდე. ესა თავარი და თუ კი ასეთი ხალხი, რომლებიც ასე ცხოვრებით ცხოვრობენ, ბოლომდე ერთგულებით არჩნენ ეროვნულისადმი ეს ხალხი თავს იკავებს, ეს შემდეგ რა თქმა უნდა გულდასაწყვეტი იქნება. თორემ ახალგაზრდა მომენტი მერაპოსტავას აქ ნათქვამი დგება მომენტი ქართველი ცხოვრებაში, როცა ერთიანდება გარკვეული პრობლემის გარშემო და უფრო ადრე გრიგოლ რობაქიძეს აქ ნათქვამი ქართველი ერი დუნია და მოღალული, მაგრამ უსრულის პირას მიყენებული დაჭრილი ვეფხვის სიშმაგით ვითნებობსა და ამ უსრულის წინაშე ვდგავარჩვენ. მე უკვე დასახელი გზი აღარ არის და დღეს თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ეროვნულმა ხალხმა ვისაც გული შეგვტიო ქვეყანაზე შეიძლება არც ისე ცნობადი სახეები ვიყოთ როგორც ბატონმა დემურმა თქვა მაგრამ ერთგულები ვიყოთ ქართულისადმი საქართველოსადმი საერთოენის გამონახვა მე მგონია საქართველოს საქმე იქნება ძალიან ცუდად და ჯერ კიდევ 15 წლის წინ როცა ასეთი განცხადებებს მე პირადად ვაკეთებდი ტელევიზიით ზოგიერთ ჟურნალისტს სასაცილო დარეყოფოდა, როცა ჯერ კიდევ როდის თქვა ილია ჭავჭავაძე ნათქვამი ერის ყდომაო რას მიქვია იმასაც კი რაღაც დონეზე კითხვა შეჭვი შეეპარა ქართველებთან მიმართებაში და დღეს მით უმეტეს როცა სტატისტიკა რეალური სტატისტიკა უეუბნება ქართველი კაცი მიდის უმცირესობაში საქართველოში მაცხოვრებელი სხვაერი ასე თუ ისე მრავლდება მაგრამ ქართველი კაცი მიდის და როგორც თქვენ ბრძანეთ ბატონებო აქ თავარი მხოლოდ სოციალური მომენტი არის აქ არის ჯერ იდეოლოგიური და შემდგომშია უკვე ეს სოციალური პრობლემები რომელსაც ქართველი ახალგაზრდობა განსაკუთრებით მეტად პრაგმატისტია ვიდრე ჩვენი თაობა და საკუთარ თავს მომავლის საქართველოს ვეღარ უყურებს ამიტომ არის რომ მაქსიმალურად გარიბიან ისინი ანუ უფრო იმაზე მეტია გასაკეთებელი ვიდრე სოციალური საკითხების მოგვარება ესაა რეალობა ესაა ფაქტი და ჩვენ თუ ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე არ დაინახა ხალხმა ჩვენში რომ ჩვენ მართლა ის ხალხი ვართ რომლებიც ნაცხოვრები ვართ ისეთი ცხოვრებით რომ ჩვენ სიტყვას უკვე ფასი ექნება და არ კიდევ ერთხელ როგორც აკეთებენ არაერთის პოლიტიკური პარტიები ამბობენ ერთს მოვლენ ხელისუფლებაში აკეთებენ მეორეს და ჩვენს შიც არ დაინახა რომ ჩვენ ის ხალხი არა ვართ და ჩვენი სიტყვა და საქმე იქნება ერთი და იგივე აზრი არ ექნება ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე ვიცი ქონდა საუბარი რამოდენიმესთან უზენაეს საფრთხეს დეპუტატთა რომლებიც მართლაც ერთგულები არიან დღესაც იმ დიდი იდეალების და ისინი ამბობენ ძალიან კარგი საქმე კეთდება და მართლა ძალიან კარგი საქმე კეთდება იმიტომ რომ ახლა გუშინ ახლა ამასინად უყურე ბატონი ერმილე ნემსაძის და ბატონი დემურის ინტერვიუს და გუშინ ბატონი ერმილე ამერიკა და შემეხმენა და მქონდა საუბარი ბრძანა მასთან არ ვიცი რა იქნება უთქვა მაგრამ როგორ შეიძლება ასეთ გაერთიანებას როგორი გაერთიანებაც ახლა დაიწყო ქართველი კაცი თუ მას საქართველოს არ უყვარს გვერდში არ დაუდგეს მეც ასე ვფიქრობ და ასე ვფიქრობს მე დარწმუნებული ვარ საქართველოში მაცხოვრებელი საქართველოში ეროვნულად მოაზროვნე ქართველი ხალხი აი გიამ ძალიან კარგად უპასუხა მე ერთ რაღაცას განვავითარებ ერთად და ამას ძალიან ბევრიც გასაგონად ვიტყვი მათ შორის ძალიან განათლებული ხალხისა ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა იდეა არასდროს არ დაიყვანება ერთ კაცამდე და ორ კაცამდე. ერთი და ორ კაცს ეყო მაშინ გამბედაობა ჩადგომოდა ამას სათავეში. მოსწორია. ამ ადამიანების ირგვლივ იყო როგორც უანგარო ძალიან მაღალი დონის ინტელექტუალები მე პირადად ვიცნობ და ის რაც შემდეგ მოხდა გარკვეული მარგინალიზაცია, რომელსაც არასასურველი სახელი დაერქვა ეგრეთ წოდებული ზვიადიზმის სახით და ასე შემდეგ, ეს სხვა რამეა, ეროვნულ განმათავისუფლებელი იდეა, ეს არის წმინდა იდეა და ეხლა დგება ის საკითხი, რომ ჩვენ ყველა ქართველში, საღ ქართველში ეს გრძნობა გავაღვიძოთ, ყველანი იქნებიან ცნობადები, კიდე გეუბნებით, მე შეგნებულად უცებ ხას ამას, რომ ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე ერთმა ძალიან გულიანმა ქართველმა მითხრა, ისევ თუ აქო იგივე ცნობილი სახეები იქნენო, ჩვენო მაშინო ისევ მეორე ხარისხოვანში, არა ეს ვერ მოხდება. როდის ბატონ დემურში გაწყვეტინებთ, აი ქუთაისის მაგალითი ახლა გეტყვით. თქვენ ვიცით, არსებობს ასეთი ორგანიზაცია საზოგადოება ქუთაისი. კი. საკმაოდ ცნობადი სახეები, ლექტორები, პროფესორები, მსახიობები, მწერლები,
მოძღვრებიც მათ შორის გაერთიანებული არიან და მათ შორის ბევრი პატრიოტიზმი ადამიანიც. მაგრამ რა ერთიანებს ამას? აერთიანებს ერთი რამ. დაწყებული შევარდნაძის ხელისუფლებიდან დღემდე ხელისუფლების კეთილგანწყობა. და იტანენ იმას, როცა მე ვიცი ზოგიერთების აზრი, რა თქმა უნდა. ზოგიერთების აზრი ვიცი კიდეც, იტანენ იმას, რომ დღემდე მათი ხელმძღვანელი არის წითელი ინტელიგენციის ქუთაისში საკმაოდ ცნობილი პიროვნები. გემონაჩვენა. რატო იტანენ ამას? იმიტომ რომ ის კეთილგანწყობა არ დაკარგო. ხომ ცნობადი სახეები არიან? ხომ შეიძლება თქვა რომ ისეთი ხალხია მართლაც საკმაოდ ახლა მე მათ ლიტერატურულ და პოეტურ იმას არ შევეხები აქ მე პირველ მომენტზე მაქვს მაგრამ იტალიენ ერთი მიზნიდან გამომდინარე ხელისუფლება მაშინდელიც და დღევანდელიც კეთილი გონიების და რაღაც დამოკიდებულებას იჩენს და კეთილი რაღაც ინტერესები გააჩნია ჩხალებში რა თქმა უნდა ამ კეთილს ვახსენებ ახლა ესე იგი აი ძალიან ყველაფერი ღიად უნდა ითქვას რომ კითხვები არ იყოს დიახ ჩვენ წავედით აბსოლუტურად ჩამოყალიბებული შეხედულებათა სისტემის საპირისპიროდ. ამიტომ შენ არ ეძებ ხელისუფლების კეთილდღეობას, უპირისპირდები ხელისუფლებას, უპირისპირდები აზრით, გონებით, თორე ფიქრწალი არ დამიკავებია, ხელი იმიტომ უპირისპირდები, რომ სისულელეს აკეთებენ, როცა შეიძლება შესანიშნავ. რატო აკეთებენ სისულელეს? იმიტომ არ იციან რას აკეთებენ. ან ძალიან კარგად იციან რასაც აკეთებენ. არ იციან რაც აკეთებენ, რაკი შემთხვევითი ხალხი არიან, ბელადის მატარებელს მოყოლილი, აკეთებენ იმას, რის უფლებასაც აძლევენ. ერთ-ერთი ძალიან კარგი პიროვნება მეწვია ამ ცოტა ხნის უკან, რომელსაც კავშირი აქვს ძალიან მაღალთა მათ შორის ერთ-ერთ მინისტრთან და რა მითხრა ესე? რაიმე რო გავაკეთო გამაგდებენ ორი დღის უკან ვიყავი მასთან და ასე მითხრა რაიმე რო გავაკეთო გამაგდებენ სამსახურია. ეს მე რამდენი ადამიანმა უკვე მითხრა. დანიშნეს თანამდებობაზე რაიმეს რო გავაკეთებ გავაგდებთ აქ. როგორც გითხრა ბატონო თვალით ჩანს ეს დამდინეცება. ამიტომ ჩვენ მივდივართ ამ გარღვევაზე, ჩვენ არავის არ უპირისპირდებით, ჩვენ ვერავინ ვერ დაგვისპირისპირდება. ჩვენ გავარღვევთ ნებისმიერ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეს ქვეყანა არის დაქცეული. არ აქვს მომავალი. ამიტომ ხას უსვამ, იგრძენით თქვენი თავის ძალა. არაერთ ძალიან ბევრ ადამიანს ხვდები და არაერთი ძალიან კარგი ადამიანია, ხელები აქვს ჩამოშვებული. თავის არ წამს. ბატონო ზაქარიან კარგად თქვა ეს მაგალითად რომ მოვიტანეთ კაცი ადამიანიდან რომ ილია ჭავჭავაძემ მომავალი თაობა კი წავაქვა მომავალი ხო ფაქტიურად აი მას არ შეიძლება ქონდეს მომავალი მაგრამ ვითი მოკლა ლუარსაბი კი ჭამით რა თქმა უნდა თევზის სიგორეში ეს უკვე ფაქტიურად სიკვდილია ეს უკვე დიაგნოზი იყო იმიტომ რომ შენ მხოლოდ მატერიალურზე აკეთებ აქცენტს შენ მორალური ღირებულება არ გაგაჩნია შენი დიაგნოზი არის სიკვდილი ჩემს ბოლო პოდკასტში ვთქვი ქართველთა დიდი გაერთიანება შანთით ამოწევს მექრთამეობას სახელმწიფო. კიდე გეუბნები. ყველაზე დიდი მტერი თავისუფლება. ისე ამოვშანთავთ ამას გაერთიანებული ხალხის მეშვეობით. სახლებიდან გამოკრით. კიდე გეუბნები. სახელმწიფო სამსახურში მოსული ადამიანი ქთამში ჩაფლული არის ამ ქვეყნის ნომერ პირველი მტერი. ჩვენ ამას არ შევეგუებით. უდიდესი პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც გადაწყვეტს, რომ სახელმწიფო სამსახურში იყოს და დაიხარჯება როგორც მაღალი პროფესიონალი, როგორც წესიერი და პასუხისმგებლობის კაცი. მე მომწონს სახეზე ვინმე თუ არ მომწონს, მე არ შევაფასო კარგი საქმე, მაშინ მე ვყოფილ ვარ და მე კი გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერი კარგი საქმე სხვა ადამიანს ჩვენ დავინახავთ. ამიტომ ეს არის გასარღვევი. ჩვენ მივდივართ იქეთკენ რომ ქართველებს ჩავბეროთ სული და დავაყენოთ ისინი ფეხზე. წმენა უნდა ქართველ. წმენა ჭირდება ქართველს. ამიტომ ჩვენ მივდივართ შეგნებულად. ვინც მოვა ცნობილი სახე აგერავთ ჩვენ ბატონო მოგზადით. ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველას. ვინც არის დამსახურებული ადამიანი და მოვა. ეხლა იმიტომ არ მოვალ რომ ეს არის სადაც გინდა თიქწად. კი ბატონო. უფრო მეცად გეტყვით, თავში ქვა გიხლია, სადაც გინდა თიქწადით.
ამას მაინც გავაკეთებთ, იმიტომ რომ ეს თუ არ გაკეთდება, ამ ქვეყანაში ქართლის ისტორია თავდება. და ერთი კარგი კითხვა, რომელიც თქვენ თქვით, იმ ნაციონალიზაციაზე რატო გავუკეთე ის აი რა მინდა იცით გასაგებად რომ აუხსნათ ხალხს. აი მაგალითად კუვეიტის მაგალითი ხო აქვს კუვეიტის იქ მოსახლეობას წილი ეკუთვნის დაერქვა. ჩვენი სიმდიდრეებიდან რომ გაუხსნეს წილი, ხომ შეიძლება ეს ემიგრანტები. აი ახლა ნახოთ რა გაკეთდა. მე ჩემი თაობის კაცს ახსოვს პირველი ვარიანტი პრივატიზაციისა. აბსოლუტურად ნორმალური იყო, მაგრამ შემდეგ შეიცვალა ის და შევარდნაძემ მიიღო ის, რომელიც მხოლოდ კლანისტის იყო. მე ხალხს ამის წარმოდგენა არ ქონდა, მაშინდელმა ინტელექტუალურმა ელიტამ და პროფესიონალურმა ელიტამ უღალატა ამ ქვეყანას, უბრალოდ თავის ხალხს უღალატა, მოხდა ის, რომ ყველაფრის კონცენტრაცია მოხდა ვიწრო წრის ხელში. იმისათვის რომ ანუ სახელმწიფოს დარჩა მოხდა შეგნებულად, ნახეთ, კიდე გეუბნებით, ჩვენ არ გაგვიაზრებია ის, რაც მე არაერთხელ ვახსენე და ჩემს მონოგრაფიაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები, სადაც ფაქტობრივად ჩამოყალიბებულია. ჯერ კიდევ 2003 წელს მაქვს ინგლისელი ეკონომისტების ცნობილი სტატია. საქართველო თავისი შესაძლებლობებით, ადამიანური რესურსი, ეკონომიკური მდგომარეობა და ასე შემდეგ პოსტ-სოციალისტურ სივრცეში და არა პოსტსაბჭოთა სივრცეში. თვითქმარი ქვეყანა. ეს იყო ნომერი მესამე ქვეყანა დასახელებული, რომელიც უახლოეს 10 წელიწადში დიდი რეფორმების შემდეგ ახალი ეკონომიკური ვეფხვი უნდა ყოფილიყო. ვერანაირი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ვერანაირი აღმოსავლეთ ევროპის ნომერი სოციალისტური ქვეყანა პოსტ-სოციალისტურ პერიოდში ახლოსაც თავისი პოტენციალით ვერ მოვიდოდა საქართველოსთან. რა გავაკეთეთ ქართველებმა? დავამხეთ ყველაფერი, გავყიდეთ ყველაფერი, დავძარცვეთ ყველაფერი, ხო სწორია? ტროლეიბუსის ალუმინიის რა ქვია, სპილენზე გავაძარცვით. ჩვენ არ დავძარცვეთ. ქარხნები გაიტანეს, მაშინ როდესაც ამათ მხოლოდ მოდერნიზაცია ჭირდებოდა. აქედან დასკვნა. იმისათვის რომ ნორმალურ ქართულ სახელმწიფოში, რომელიც აბსოლუტურად ვერ იქნება ეს ჩაკეტილი, ძალიან მაგარი ქვეყანა იქნება. ჩვენ ვერავინ ვერ გვასწავლის ევროპასთან როგორი ურთიერთობა გქონდეს. ამერიკასთან, რუსეთთან, თურქეთთან, ჩვენს მეზობლებთან, ჩვენ ყველაფერს დავალავთ. თავარი რა არის? თავარი არის ხალხი ჩაბმული იყოს იმაში, რასაც ქვია საერთო სიმდიდრე. ამისთვის აქციონერული საზოგადოება არის ყოველთვის ის საუკეთესო ფორმა, როდესაც შენ ხდის მონაწილეს იმ საერთო მოგებაში, რომელიც ამაი თუ იმ სახის სახელმწიფო ჩვენ ენდობის სახელმწიფოს უკვე ესე იგი, ჩვენ რა შეგვიძლია? ჩვენ ვიცით თუ შემოდებულია თაროებზე ყველაფერი, თუ რაიმე უკანონოა ის უნდა გაკანონიერდეს, დანარჩენი უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც ქვია ქვეყნის განვითარებისა და მოდით ასე ვთქვათ, ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების განვითარებისთვის და როგორი უნდა იყოს სწორი, გონიერი გადანაწილება ქონებისა, რომ მაშინ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ახლა კომუნისტური წყობა არ არის. პისარები წყობა და მისკენ ნუ გაიხედავთ, იმიტომ რომ დაივიწყეთ გაცილებით ძლიერი ქვეყნის აგება შეიძლება, გაცილებით საღი სახელმწიფოს აგება შეიძლება, გაცილებით უკეთესი პოლიტიკის გატარება. ეხლა ჩვენ მივადექით მიჯნას, ან გავაკეთებთ ისტორიულ გარღვევას, ან დავამშვიდობებით ამ ქვეყანას. ყველაფერს დავამშვიდობ. მე იმედი რომ ამ მქონდეს და არ ვიცოდე და არ ხედავდე, ხო? მოგძალებით შემიძლია გითხრათ, პირველი სტატია ჩემი გამოქვეყნდა რეფორმები თუ და კითხვის ნიშანი და მრავალი წერტილი. 1986 წელს. მის შემდეგ ამაზე ვფიქრობ. გავიარე რაღაც მეცნიერება და გავიარე რაღაც ცოდნის ეტაპები ესენი, ყველაფერი გაკეთებადია. ამას რა უნდა იცით? მოდი პირდაპირ თქვა, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ. ამას უნდა კვერცხებიანი ქართველი კაცები და ღირსეული ქართველი ქალბატონები.
მეტი ამას არაფერი არ ჭირდება, იმიტომ რომ ამნაირ კაცებთან და ამნაირ ქალბატონებთან ლაპარაკი არის ნახევარი სიტყვით. მე სამუშაო შეხვედრები მაგ დაახლოებით ზოგჯერ 50 კაცი, ზოგჯერ ის მოდის, ეხლა კიდე შევხვდები მათ. ეს არის ჩამოყალიბებული, სრულყოფილი, განათლებული ქართველები, რომლებიც ნებისმიერი დონის ამოცანას მე ვხვდები 50-100 კაცს დაუშვათ. 100-ჯერ 100-ია საქართველოში ასეთი. ეხლა ჩვენ ხსნით ამ კარებს, რომ 100-ჯერ 100 და კიდევ უფრო მეტი ღირსეული ქართველი იყოს ჩაბული თავისი ქვეყნის მესწრეულად ქვეყანაზე ფიქრში მაინც. და იმიტომ რომ იზოლირებულად ჩვენ ვერ ვიქნებით კარგად. ჩემი ოჯახი ვერ იქნება იზოლირებულად კარგად, თუ სხვისი ოჯახები არ არის კარგად. უნებრივია. ჩვენ მივიყვანეთ იქამდე, რომ ხელისუფლებაში მოხვედრილ ხალხს ფეხებზე კიდიათ საქართველოს მოქალაქე და მისი ოჯახები და მისი შვილები. ოღონდ მოასწროს ფულის მოფარვა. ოღონდ წავიდეს ნებისმიერ დემაგოგიაზე, ოღონდ თვითონ იყოს კარგად და მერე დაკრას ფეხი და გაიქცეს აქედან. სადაც მოგწდებით, იქ მოგწდებით. თუ აქედან გაიქცევით, სადაც იქნებით, იქაც გარანტირებულად გაძლევთ, რომ იქაც მოგწდებით. რატომ მოგწდებით? იმიტომ რომ ამ ქვეყნის დასამარების უფლებას თუ ჩვენ მივცემთ რაღაც ჯგუფს ადამიანებს, თუნდაც ბოლო 32 წლის განმავლობაში წამოსვით, მაშინ ჩვენ ყველანი უარგისები ვართ. როგორ ფიქრობთ ჩვენ ვართ ისე დაგვახევებული ხალხი, რომ ეს ქვეყანა ვიღაცას დავანგრევინოთ? არ მოხდება ეს. თვითონ ჩემი აზრით, პატრიცია მოსტუმროვი, თვითონ ქართველმა კაცმა უნდა კარგად გაიაზროს, რომ ფაქტიურად ეს დუმილი არის უგისის აქცია. როდესაც, რა თქმა უნდა და როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ აი ერთი მუჭა გუნდი, რომელიც 60 წლის მანძილზე ერთმანეთს ცulis, აი როგორც კარუსელზე როა ერთი დაიღლება მეორეს. ერთი და იგივე რაღაცა კლანი ტრიალებს მუდმივად უსაშველოდ გამდიდრდნენ ქვეყნის ძარცვის ხაზზე. მე ძალიან კარგად ვიცი 1000 სასახლე, 1000 სასახლეებს ყოფს საქართველოში. და ამ დროს დავით თბილისის ახლოს შემოღობილი დაცული ტერიტორიები აქვს, ვილები აქვს აგებული და 2011 წელს რომით მენ ყალოში ჩამოსულები იყვნენ. როგორი კადრებენ ახლა ამ ესე იგი ვიღაც ხალხთან ერთად ცხოვრებას, კორპუსში ცხოვრებას ვილები გაიკეთეს, 1.5 მილიონი, 2 მილიონზე ნაკლები არცეთ. აქვე თბილისს როგორც კი ასილდებით, ერთ იგივე თბილისის ტერიტორია და ჩვენ ესე იგი დაიყუშებივით, უნდა უყუროთ ეს ხალხი მუშაობს ბატონებო, იმაზე რომ ჩვენი ერთობა არ მოხდეს, ამიტომ გაჩნდეს ისტები და ამიტომ არის მუდმივად სამყარო საზოგადოებრივი გადაკიდებული ჯგუფები, რომლებიც ვიან და ნათქვამიც არის, რომ ჩვენი წრების მიერ ღმერთო არ მისცე ქართველს ერთი ენა. აი ესენი უშლია ჩვენს ერთობას ხედა. როდესაც ქართველი ვერ შეუშლია, მოიკრიბავს ძალას და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და დავდგებით ერთად, ბოლო მოეღება ქართველი ხალხის ჩაგვრა საქართველოში და ყველაზე დაჩაგრულია ეთნიკურად ქართველი საქართველოში. ბატონ დავით, მე ამას ვუყურებ ყველგან. ბატონ დავით, საქმე იმაშია, რომ ქართველი კაცი ყველაზე ბედნიერად და დაცულად უძახნობს თავს საქართველოში. ამ ქვეყანას ამიტომ ქვია საქართველო. ქართველი ადამიანი დღეს ყველაზე უუფლებოა საქართველოში და ერთ საოცარ რამეს გეტყვით. მე ამ ბოლო დროს რამდენიმე ადამიანმა რომლებიც დაბრუნდნენ ემიგრაციიდან, მოქალაქეობას არ აძლევენ. ეს მასიურად არის, ეს მასიურად არის, ადი ფიქრობ, პაციენტები მყავს და პაციენტები რამდენიმე შემთხვევა ქონდა ბოლო ერთ თვის მანძილზე, რომ მოქალაქეობის მიღება უჭირთ არ აძლევენ. რაღაც გამოცდებზე გახავთ, გამოხავთ. ერთი რა მინდა გავახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აი ეს მიხეილ ფეხგრძელი რო ხავდათ რა. ის თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეს რო დატოვა კაბინეტი, ჩემოდანი გაიტანა აქედან 8000 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჩაუტანა თურქებს თავის ხელმოწერით. თვითონ პირადად პრეზიდენტი.
და თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში 38,000 თურქს მისცა ცნობილი ფაქტია. ხო მოქალაქეობა. ერთი პერიოდი მე გაცემაში დაახლოებით 5-6 წლის წინ იმასაც ვამბობდი რომ ალბათ გეხსოვებათ ერთ დღეს დაუდ ოღლუ რო ყავთ თურქებს პრემიერ-მინისტრი იმან ერთი უცნაური განცხადება გააკეთა თურქეთის მასმედიაში თურქეთს შეუძლია საქართველოში საზღვრის გადალახვის გარეშე 40,000-იანი ჯარი გამოიყვანოს. იმ წუთში დავაკავშირე ეს 38,000 ოფიციალურად პასპორტი ჩაიტანა. ვის მისცა? ესენი არიან, რა თქმა უნდა, გადამდგარი იანიჩრები, უმაღლესი ხარისხის სამხედროები, რომლებიც გაფაციცებით ყიდულობენ დასავლეთ საქართველოში საცხოვრებელ სახლებს და ნახევარი ბათუმის ახალი მშენებლობები მათია. ბათუმში ჩაასახლეს ვინმე გალიფა, რომელიც კრიმინალია და ძებნილია თურმე იქ, მაგრამ ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეს გალიფა ყიდულობს ამ თურქებისთვის სახლებს და ჩვენ ამ გალიფას მივეცით საშუალება რომ მეტრო კომპანია შექმნა ავტობუსების და ქართველი მძღოლები ვერჩალა თურქეთში არ უშვებენ და მარტო გალიფას მეტრო რაღაცა ქვია რა ეს დიდი ავტობუსები როა ის გალიფას ავტობუსებით თუ თურქეთში გინდა გადასვლა იმით უნდა გადახვიდეთ თორე საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მქონია ავტობუსით ვერა პირნადლად ჩანს ქართველების დისკრიმინაცია მიზანმიმართული ქვეყანა საქართველოში ეხლა შეიძლება ძვირფასო ადამიანებო ჩვენ ამაზე ხმა არ ამოვიღეთ დედამიწაზე ადგილი აღარ დაგვრჩება და როგორ ფიქრობთ თუ აქ დისკრიმინირებულები ვიქნებით ჩუკოტკაზე რო წახვალთ იქ თქვენ ვინმე მოგხდათ მაშინ ჩუკოტკაზეც ესეთი ხელისუფლება იქნება სათირო რომ მოქალაქეობა მაინც მოგცემთ საქართველოში მაცხოვრებელი ქართველი ადამიანისთვის ადგილს აღარ ტოვებენ დედამიწაზე და საუბედუროს ხო არაბებს აძლევს ეხლა რა ვიცი რაღაც 6 მილიარდი უნდა აიღონ არაბული ფული ამას რამდენი არაბი მოყობა თუ იცით ჩვენ მაყურებლებს ვინმე და პეკატის უყურებთ კარგად იცით რომ არ შეუძლია პეკატის ესე იაროს სასამართლოზე ამასიანად გორში ვიყავით სასამართლოზე ქვემოჭალაში რაღაცა მიწის არაბული სოფელი უნდა აშენდეს და ის გადავიდა საქართველოს ჭიაყვასავით შემოესია ყველა ჯურის და ჩვენ უფლებას არ გვაძლევენ იმისას რომ ავდგეთ და რაღაცა თავი მაინც დავიცოთ და ზუსტად ეს გაერთიანება ამისთვის იქნება ქართული სიამაყის წამოსაწევა დღევანდელ ბავშვებს რომ ელაპარაკებით ბიჭო ქართველი რო ხარ ხო მოგწონს კარგით რა ქართველი თუ ერთით წამქარ ამე ქვეყანაში ომე საუკუნეში ცხოვრობა მეუბნებიან ხო გადავირიე აბა ჩვენ ვინ ვიყავით რატო გვიყვარდა ქართველობა რატო ვამაყობდით ამით სამწუხაროდ მასეთი ცოტა კონტროლო მიგრაცია რაღაც საშინელი ქაოსი ამიტომ არის კიდე გეუბნები ჩვენ არერთი საუბარი გვექნება ყველაფერი ზუსტად კარგად გაიგეთ ის სიღრმე თუ რა იგულისხმება ქართულთა დიდ გაერთიანებაში საიქცავა ეს ყველაფერი იმიტომ რომ კიდე გეუბნებით 1,340,000 ქართველია ფიზიკურად დანარჩენი ქვეყნის გარეთაა თუ თქვენ ფიქრობთ რომ ვინმე ამნაირი ხელისუფლებების პირობებში დააბრუნებს ამ ხალხს საკუთარ ქვეყანაში ძალიან ცდებით. ამნაირი ხელისუფლებას გაექცნენ და ვინ დაბრუნდა? მიზანმიმართულად მოხდა მათი თუ არ ჩავთვლით 90-იანების ტრაგედიას, როცა უბრალოდ საარსებო საშუალება არ იყო, განუკითხავდა იყო ბნელი წლები იყო, ხო, რა იყო, აბა რა. სამოქალაქო კი გრევა ყველაფერი
მერე დაიწყო ინტენსიური უკვე მიზანმიმართული განდევნა ამ ხალხისა. ამიტომ ამას ჭირდება, ამას ემოცია არ ჭირდება. ხაზოსან დაივიწყეთ მიტინგები, ჯოშ-ჯოშ ზახილი რაღაცეები, ამას უნდა ქვასავით შეკრული ხალხი, რომელიც პრაგმატულად, მიზანმიმართულად, ეტაპობრივად სწორი მიმართულებით იმოქმედებს, პირობას გაძლევთ, რომ თუ ამას ირწმუნებთ, ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ. რამდენი კაციც მოვა, ეს იქნება საკამარისი იმისთვის, რომ ეს საქმე დაიძრას, იმიტომ რომ მოდით ასე ვთქვათ, რამდენიმე ასეული ამნაირი ქართველი, ეს უკვე ძალაა, ეს არ არის ცოტა. როგორც პედაგოგიას ნათქვამი 2000 ქართველი მასშტაბად საქმე. 2000 ქართველის უკან 20000 კაცი დგას. 20000 კაცი მეხუმრები თქვენ, რაზე ელაპარაკ. ამიტომ ერთადერთი რამ, ეს არის საოცარი ქვეყანა. ბუნებრივი კლიმატური პირობებით, თავისი სილამაზე. ეს არის საოცარი კულტურა. ჩვენ ახალგაზრდები ჩამოვაცილეთ ამ მახინჯმა ხელისუფლებებმა, თორე ეს არის სოფლიოში ერთ-ერთი ფასეულობათა სისტემით ნებისმიერ დიდ კულტურასთან სადარი კულტურა. საოცარი ღრმა. ამ კულტურაში გაზრდილია სოფლიო მოქალაქე. ყველაფერს რო უყურებს, სწორ. საოცარი გენეტიკა, რომელსაც აბარა, ეს სასწაული ქართველი. ერთადერთი არის ის, რომ აი ფიზიკურად თუ გადაგვაშენდება, ვერაფერს ვერ და შენ გაგენა სასწაული და შენ ყავს გადარჩენილი ხალხი, რომელსაც დღეს თავის არ წამს. გეუბნებით იწამეთ ერთად, ჩვენ ერთმანეთს უზარმაზარ ძალას შავგერად და ამ საქმეს გავიყვანთ ბოლომდე. უნდა შევიდეთ. მე ახლა მინდა კიდევ მიმართო ჩვენს მეგობრებს, მოქალაქეებს, ვინც გუყურებენ. აგერ ახლა ძალიან კარგია წინა გადაცემაში ახალგაზრდები იყვნენ, აგერ ახლა ქუთაისიდან ბატონილია. ნებისმიერი რეგიონებიდან მიბაძეთ მეგობრებო, მოგზავნეთ აგერ. კი, თქვენი აზრი გამოთქვით აქ პირდაპირ ეთერში მოგზავნით, ჩაერთეთ უშუალოდ და თავად თქვენ სიყავით აი ამ გაერთიანებაში, აქ არავინ არ აქვს უფროსები. უბრალოდ ჩვენ ორგანიზებას ვუკეთებთ ამას, რომ თავიდან აი ეს ყველაფერი დავქოქოთ და ავაწყოთ მექანიზმი. სხვანაირად რო დგა ჩვენ ამანთეთ სამთლები. კი ბატონო. ახლა ამ სხივზე დამნახავი წილი ნაღარია. მორჩა, ჩვენ ამ საქმეს არ ჩავაქროთ, გამორიცხულია. ამ სანთელს, ამანთებულ სანთელს ათასობით ქართველი მოყვება. ეს გარანტირებულია და უფალი იყოს ჩვენი შემწეამსა. ფაქტობრივად თქვენ არსებობთ ჩოს დრო დავივიწყოთ. ჩოს ყვირილი თავისებური ბრძოლის მეთოდია ერთ-ერთი და არა ერთადერთი. ამიტომ ისიც იქნება თავის დროზე, როცა საჭირო იქნება. მაგაზე მე ვთქვი ერთხელ, როგორ გავაკეთებთ, გაერთიანებული ქართველები ძალის დემონსტრირებას მშვიდად წყნარად მოახდენენ. პირდაპირ გეტყვით, მოვა დრო, როდესაც გაერთიანებული ქართველები 2-3 საათით გააჩერებს ქვეყანას. ხასუსვა, არაფერი ეს არის რეფერენდუმი, ურწმუნოებმა ხელისუფლებაში და სხვაგან დაინახოს რა არის ქართველთა ძალა, მშვიდად დეკლარირებული იქნება მიზნები და 2-3 საათის შემდეგ ყველაფერი დაიშლება. ეს იქნება გაფრთხილება ყველა იმისთვის, ვისაც ვირეშმაკული მიზნით უნდა ამ ქვეყნის გამოყენება ვერ მოხდება ეს ყველაფერი. ეს ქვეყანა ქართველების ხელიდან გადის, ამას ჩვენ არ დაუშვებთ, უბრალოდ არ დაუშვებთ. კიდევ ახლა დღეს ორი იმერეთიდან ყავს აგერ გადაცემაში ერთი ქართველი ვარ, ცოტა დაგჩაგდეს საქმე. დაწყალგები ყველანი ქუთაისლებია. იმედია ქართველები ქართველი და ღმერთმა დალოცო სრულიად საქართველოს მეგობრებო, ჩვენ მოვდივართ სუფთა გულით, ხშირად გვაკრიტიკებენ რომ რა არისო წესიერი ოფისი არა გაქვთ, რომ გადაცემა აი სუფთა ხელებით რომ მოვდივართ და
არავისგან რომ არა ვარ დაფინანსებულები პირდაპირ თქვენ რომ პარლამენტარების ხედავ წესიერობის ხო ამიტომ მოვიწყებთ აქედან ესეც სიმბოლურია რომ იცოდეთ რამდენიმე კაცმა დაგვიწონა ეს ხო საბძი ხარ თუ კაცო კაი დიდი ფუფუნებიანი სტუდია აქედან იწყება ყველაფერი სტუდიაც იქნება ბევრი სხვა რამეც იქნება მაგრამ ეს იქნება შედეგი ამიტომ ჩვენ მართლა შეგვეძლო კარგ სტუდიებში დამდგარიყავით მაგრამ ამ საქმეს სჭირდება უშუალობა ამ საქმეს სჭირდება აბსოლუტური დამოუკიდებლობა გარდა ქართველების ერთობისა ესაა თავი ბატონო სხვათა შორის მოფიქრებული გვაქვს მე მექანიზმი 30-ის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ერთობით იმას რომ ერთი ისეთი ფაქტი ვიქირავ დაახლოებით 40 კვადრატული მეტროს ოთახი სადაც ჩვენ დავდგავთ არის წინადადებები ოვალ მაგიდას და სადაც ჩვენ შევძლებთ კვირაში რამდენჯერმე გავაკეთოთ პოლიტიკური თოქ-შოუები დებატები 10 კაცი რომ დაჭრება აქ იქნება საუბარი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გადარჩენაზე და საღი აზრზე. ხო და მე მგონი ეს იქნება უკვე ერთ-ერთი ყველაზე თუ ერთადერთი რა ყველაზე უკვე რეიტინგული გადაცემა ყველა ქართველს დააინტერესებს და მთლიანად საქართველოს ჩავთათ საქართველოს მოსახლეობას აი ამ დებატებში. ეს არ იქნება აქ ისეთი ცენზურა რა მხოლოდ ნაციონალი უნდა მივიდეს მხოლოდ ნაციონალებმა იციან მის არხზე მხოლოდ ნაციონალებიზია ქართული ოცნების ტელევიზიაში მხოლოდ ოცნებაზე ეს რა ტელევიზია ეს რა ჟურნალისტიკაა ეს არის პარტიული თაღლითები მეტი არაფერი არ არის ესენი პროპაგანდისტები არიან პარტიის ეს ტელევიზიები არ არის ეკატივს ეთერში ყველა ეკატივ პატარა ტელევიზია ნამდვილად თავისუფალია და ცენზურა არ აქვს ეს არის ამის იმეძებად აგერ ეხლაც იღებს ეკატივი და გავა მერე კი და არის და საერთოდ არ არის დანარჩენი თავისუფალი ტელევიზიები და არხები რა ვიცი აი ამას გეგმავთ მეგობრებო ყველაფერი გაკეთდება იმისთვის რომ ქართველი ხალხი საქართველოში აღარ იყოს დაჩაგრული თქვენ გამოგიჩნდებათ პატრონი 30-ის შემდეგ თავარია ჩვენ 30-ში უკვე პირველი კარგი ლამაზი სტარტი ავიღოთ რომ იმედი ჩაუსახოთ აქაც და ემიგრაციასაც აუცილებლად აი თქვენმა ბოლო სიტყვებმა ერთი შემთხვევა გამახსენა ალბათ ყველაც გახსოვთ ცხოვრებული თენგიზ მხეიძე ჩოქოს რო ეძახა კი მეგობარი და ცუდად რო იყო ფოთიდან მომყავდა გამომყვა შავობან საავადმყოფოში და გზაში ზღაპარილო არის რესტორანი გამოსდების ზესტაფონს იქ შევედით სასახლებსებლად და ჩვენს გვერდით მაგიდაზე ისლენ ყაზახები იყვნენ მე მგონი გამომეთყოლებაზე რუსულად საუბრობდნენ და ერთმა რაღაცა ანეკდოტივით მოყვა ეთყობა იქ და 4 კაცი ისდნენ და 4 ისე გადაიხარხარა აი გულიანად ჩოქომ შეხედა და ზაქარია იცი როგორ მენატრებაო საქართველოშიო ქართველი კაცი აი ესე იცნობეს ო მე მინდა ქართველი კაცი გამიმებული და ბედნიერი დავიდახო ამიტომ ვარ რამეს ხომ არ დაამატებთ პათოლოგია რაღაცები სტუმარი ბრძანდებით დღეს და 10 სტუმარი აღარ იქნებით ბატონო არაფერი მადლობა ყველას ვინც ეყურებდა მადლობა ძირფასო მეგობრებო იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა ღმერთი იყო ჩვენი ფარველი ამ მამულიშვილურ საქმეში Shoulder